აირზენა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ კომპანიის გენერალური დირექტორი ეკონომიკის მინისტრს რუსული ავიაკომპანიების ლობირებაში ადანაშაულებს. აირზენას მსგავსად მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტის ქართულ ავიაციაში ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას კვირიკაშვილის უწყებას აკისრებს. ამ მომენტისათვის საავიაციო ბაზარზე დიდ ნაწილს დაახლოებით 90% უცხოური ავიაკომპანიები იკავებენ, მათ შორის 2 რუსულია. აირზენაში მოსალოდნელ საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ ეკონომიკის სამინისტროში კი დღეს საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. Ее развитие является предметом заботы государства. Авиакомпанიის განვითარება სახელმწიფო ზრუნვის საგანია. ეკონომიკის მინისტრმა ელემენტარული წესები არ იცის, არც მისმა მოადგილეებმა. ისინი თავისი უვიცობით ჩვენ ავიაციას ანადგურებენ. მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტ ნურბეკიანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იგივე იკაოს იმ ნორმებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ავიაკომპანიების მზრუნველობის ვალდებულებაზეა საუბარი. ასოციაციის პრეზიდენტი ქართულ ავიაციაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებს. Государство обязательно должно предусмотреть механизм. ნებისმიერმა სახელმწიფომ ნაციონალური ავიაკომპანიების დასაცავად ქმედითი მექანიზმი უნდა შექმნას. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთი წესია. ჩვენთან კი აირზენას ხელოვნური ჩაძირვა სურთ. უნდა მოვუფრთხილდეთ იმ კომპანიას, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჩვენი ავიაციის პირველი მტერი ეკონომიკის სამინისტროა, რომელსაც შეცდომაში შეყავს არა მარტო მოსახლეობა, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაც. ეკონომიკის მინისტრს რუსული ავიაკომპანიების ლობირებაში ადანაშაულებს აირზენას გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილიც. მართალია აირზენას თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა საპროტესტო აქციების გამართვას ისინი კვლავ აპირებენ. ჯორჯიანი ეირვეიზის თანამშრომლები პრემიერთან შეხვედრას და მათი მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობა, პირველი ყოვლისა პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, შეხედულებებს, პრობლემატიკას, შეხვდება, ჩვენ გადავჭრით ერთობლივად ამ პრობლემებს და ვიპოვეთ გამოსავლის გზებს, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაკვირველია, ავიაკომპანიის მთელი შემადგენლობა საინიციატივო ჯგუფი მზად არის, რომ ბოლომდე საპროტესტო აქციების და სხვა კუთხითაც დაიცვას თავისი ავიაკომპანიის და თავისი პირადი ინტერესები. აირზენას ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს 10 დეკემბერს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ როგორც რუსული კომპანიები, ასევე აირზენაც მოსკოვი თბილისის მიმართულებით კვირაში 10 ფრენას განახორციელებდა. თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა 12 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება გააუქმა იმ მოტივით, რომ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ავიაციის სააგენტოზე ზეწოლა მოხდა და ავიარეისები რუსეთის მიმართულებით ხელოვნურად შემცირდა. ამ დროისთვის არსებული 14 ფრენა კი იასე ზაუტაშვილის განცხადებით მათ არათანაბარ პირობებში აყენებთ, რადგან მგზავრთა რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე რეისები. დატვირთვის ფაქტორი, ეგრეთ წოდებული load ფაქტორი ამ ავიაკომპანიებს არ იქნებათ 30-40%-ზე მეტი გამომდინარე იქიდან, რომ საშუალოდ თითო რეისზე ჩვენ ვნახავთ, რომ იქნება 30-40, მაქსიმუმ 50 მგზავრი და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია შეეცდება აი 50 მგზავრის იმ ფასად შესთავაზოს ბილეთი, რომ მიმდინარე ხარჯები მაინც დაფაროს ამ კონკრეტული რეისით. ამიტომ ჩვენი მოსაზრება არის აბსოლუტურად პირიქით. სიხშირეების ხელოვნური გაზრდა და მომატება, რასაც ამ შემთხვევაში მთავრობა გვთავაზობს, პირიქით სწორედ რომ ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვევს და არა გაიაფებას. ამ მომენტისთვის საავიაციო ბაზრის დიდ ნაწილს დაახლოებით 90%-ს უცხოური ავიაკომპანიები იკავებენ, მათ შორისაა 2 რუსული უმსხვილესი ავიაკომპანია აეროფლოტი და სიბირი. თავის მხრივ კი ეს გარემოება მონოპოლიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასე ფიქრობს კომპანია ბოინგის მარკეტინგის ყოფილი დირექტორი ვლადიმირ სილვესტინი. В Грузии является национальным. საქართველოში სახელმწიფო გადამზიდავად კერძო ავიაკომპანია მუშაობს და შესაბამისად სახელმწიფოს თავისი ტკივილი მოხსნილი აქვს, რადგან ავიაკომპანია თავად ახორციელებს ფრენებს და თვითმომსახურებას. იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც 300-მდე თვითმფრინავი ყავთ, ქართული კომპანია კონკურენციას ვერ გაუწევს. აირზენას კონკურირება შეუძლებელია მხოლოდ იმით, რომ ქართული კომპანიაა და აქ ფასები დაბალია. რა პოზიციას იკავებს შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება? რუსულ მედიაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარესაა. სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ვესტნიკმა, სადაც საუბარი ქართული მხარის გადაწყვეტილებით მოსკოვი თბილისის მიმართულებით კვლავ 14 სიხშირის აღდგენაზეა. ეკონომიკის სამინისტროში დღეს საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. გუშინ კი მინისტრმა კვირიკაშვილმა აირზენას თანამშრომლებს ასე უპასუხა. მიდგომა, რასაც დღეს ხედავთ, არის აბსოლუტურად არაკონსტრუქციული.
მე მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, რომელიც იყო და იმისა, რომ ძალიან ხშირად ზრდილობა ხალატობს იქ ძალიან ბევრ ადამიანს, სახელმწიფო მზად არის განიხილოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა იქნება ადეკვატური მიდგომა და არ იქნება აბსოლუტურად უადგილო პოლიტიკური სპეკულაცია. აირზენას თანამშრომლების გადაწყვეტილებით საპროტესტო აქციები განახლდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავრობის პირველ პირებთან შეხვედრა არ შედგება და მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თუმცა სად და რა ფორმით გაიმართება აქციები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.